წიაღის რეფორმა ერთ-ერთია იმ რეფორმებს შორის, რომელიც ქართული ოცნების მთავრობას ჯერჯერობით არ გადაუფიქრებია და სამთავრობო პროგრამასა თუ სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში ჯერ კიდევ ხვდებით, თუმცა გაჭიანურებული რეფორმების სიაში ეს რეფორმა საპატიო ადგილს ნამდვილად იმსახურებს, ვინაიდან რეფორმის მეორე ფაზა, რომლის დაწყება 2020 წელს დაანონსდა, ფინალში ამ დრომდე არ გასულა. წიაღისეული სექტორის რეფორმის მეორე ფაზა მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას და წიაღის ახალი კოდექსის შექმნას გულისხმობდა. პირველი ფაზის ფარგლებში კი წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება 2019 წელს დასრულდა. მინერალური რესურსების სააგენტოში, რომელსაც რეფორმის მეორე ფაზის დაანონსებისას წიაღის სააგენტო ერქვა და ეკონომიკის სამინისტროს CP იყო, მაგრამ ახლა გარემოს დაცვის სამინისტროში გადააქვთ, BMG-ს კითხვებს მხოლოდ წერილობით უპასუხეს. წიაღის კოდექსის სამუშაო ვერსია განმარტებით ბარათთან ერთად მომზადებულია. კოდექსის პარლამენტში ინიცირების საკითხი დამოკიდებულია რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადებაზე. შვედეთის მთავრობის მმართველობის რეფორმის ფონდის მხარდაჭერით და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში აყვანილ იქნენ ექსპერტები, რომლებიც 2023 წლის სექტემბრიდან აქტიურად ჩაერთნენ წიაღის კოდექსის ახალი სამუშაო ვერსიის მომზადების პროცესში. დონორული მხარდაჭერის ფარგლებში გამოყოფილმა საერთო ბიუჯეტმა შეადგინა $19,000. ექსპერტები ჩართულნი იყვნენ უშუალოდ კოდექსის შემუშავების პროცესში. საწყის ეტაპზე წიაღის კოდექსის შემუშავებაში მხარდაჭერა უზრუნველყო EBRD-მა. პირველ ეტაპზე სააგენტომ საკუთარი რესურსით აიყვანა 2 ექსპერტი, რომლებმაც დაიწყეს კოდექსის გადამუშავებაზე მუშაობა. საჯარო უწყებებთან მხოლოდ წერილობითი ფორმით ურთიერთობა, რომ დამატებით კითხვებზე პასუხების მიღების მოქნილობას აუარესებს, ახალი არაა. BMG-ს ინფორმაციით, წიაღის რეფორმის მეორე ფაზის დროში გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი დონორებთან ურთიერთობის გაფუჭება გახდა, რადგან რეფორმებს ფინანსური მხარდაჭერაც სჭირდება. მსგავს ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. თუმცა ლევან ვეფხვაძე, რომელიც წიაღის სექტორს კარგად იცნობს და იცის, რა სჭირდება საქართველოს მინერალური რესურსების საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდას, გვიყვება. რა არის რეფორმის გაჭიანურების მთავარი მიზეზი? რეფორმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გადავიდეთ იმისაც, რომ სექტორი გახდეს საინვესტიციო მიმზიდველი, ეს სექტორი ნელ-ნელა გადავიდეს უკვე კლასიკურ როიალტის პრინციპზე, როდესაც იხდის არა მოპოვების გეგმების მიხედვით, ათვისების გეგმების მიხედვით, არამედ ფაქტობრივი მოპოვებებით და აქ ვაწყდებით პრობლემას, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები უკვე დაკარგავს იმ განჭვრეტადობას, რომელიც აქამდე მას ჰქონდა. 2024 წელს ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებლის სახით, სადაც შედის წიაღით, წყლით და სხვა რესურსების სარგებლობა, ადგილობრივმა ბიუჯეტებმა $65 მილიონი შემოსავალი მიიღეს. წიაღის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის, რასაც სწორედ ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნამ უნდა დაუსვას წერტილი, BMG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ქვეყანაში ბუნებრივი რესურსების შესახებ არსებული მონაცემების სანდოობის საკითხიც გამოყო, რაზეც რეპუტაციულ ინვესტორებს კითხვები უჩნდებათ. წიაღის ინვესტიცია სხვა ტიპის ინვესტიციებთან დაკავშირებით ცოტა ფაქიზია, იმიტომ რომ აქ ეგრეთ წოდებული შავი ყუთის ფენომენი გაცილებით დიდია ვიდრე სხვა სექტორებში. ანუ რას გულისხმობ შავ ყუთში? არის რაღაცა მონაცემები საბჭოთა პერიოდით დროს დამუშავებული, რომლის ვერიფიკაცია არის აუცილებელი, თუმცა ვერიფიკაციის ნაწილში ცდომილება დიდია და ის დოკუმენტები თავის დროზე როგორ არის მომზადებული, ესეც ცხადია, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს პასუხისმგებლიან ინვესტორში, რომელიც უყურებს თითოეულ ამ დოკუმენტს. ამიტომ მთელი ეს ვერიფიკაციის პროცესიდან დაწყებული, მე უკვე რეალურად საბადოს გახსნამდე იმდენად ინფორმაციის ასიმეტრია, როდესაც არ იცის ადამიანმა სად შევიდა და რას მიიღებს. რეფორმის ფინალის მოლოდინშია წიაღის სააგენტოს ყოფილი უფროსი და ამჟამად კომპანია Colliers Georgia Mining and Minerals Solutions-ის მმართველი პარტნიორი, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ მხოლოდ წიაღის ახალი კოდექსი ინვესტიციებს ვერ მოიზიდავს. მაია ზავრაშვილის დაკვირვებით, დღესდღეობით დარგში უცხოელი ინვესტორების ინტერესი შემცირებულია. ფაქტორი უამრავია, ისინი სხვადასხვა რაკურსით უყურებენ და სამწუხარო დინამიკა, რაც გვაქვს ახლა, ეს არის, რომ მომართვიანობა შემცირებული არის ამ მიმართულებით, შეძენაზე. კი, შეძენაზე და ძალიან ბევრი გვაკითხავს
აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებით მხარდაჭერის ანუ უფრო გასაგებად რო ვთქვათ, ლიცენზიები აქვს. ხო, ლიცენზია დაკავშირებული აქტივები, რაც განავითარეს შექმნეს ინფრასტრუქტურა, მათ ზოგიერთ მათგან სურს გასვლა. ანუ ეს არ არის კარგი თავისთავად ცხადია. უფრო მეტად სამწუხაროდ ეს ყველა ქვეყანაში ხდება, როდესაც ანუ გადის, ანუ აკეთებს exit-ს კონკრეტული ქვეყნიდან, მაგრამ კარგი იქნება თუ დინამიკა დაბალანსდება. საერთოდ არ იყო ინვესტორის შემოყვანის ინტერესი. ამბობს გიორგი ქობულია, რომელიც ოცნების ეკონომიკის ყოფილ მინისტრებს შორის საქართველოს წიაღის სექტორში პოტენციალს ყველაზე მეტად ხედავდა და მინისტრობიდან მოხსნის შემდეგ BMG-სთან ღიად უთქვამს, როგორ დაუბლოკეს მისი მინისტრობის პერიოდში წიაღისეული სექტორში ბრიტანელი და კანადელი ინვესტორების შემოყვანა. ახლაც იგივეს იმეორებს. აი მე შემომჩივლეს ერთი-ორმა ინვესტორმა, ვინც ამაში არის ჩარეული, რომ არ გვინდა ამას ჩვენ საქმე დავიჭიროთ, უბრალოდ ისე აჭიანურებენ აი ამ სიტუაციას, ამ ლიცენზიის გაცემას, რომ აღარ გვაქვს მაგის ინტერესი. რომ ეხლა წავიდე და ჩვენ იმას ველოდოთ თვეები, სადაც მაგადა 2 დღეში უნდა კეთდებოდეს. და რატომ ველოდებიან, თუ რატო არ ეძებიან ამ ლიცენზიებს? ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ეს არის რაც არის ჩვენი დღევანდელი მარტვის სისტემის სიზუსტე, ეს არის აბსურდული უინიციატივობა. ხალხი ზის სახელმწიფო სტრუქტურებში მთელი დღე ფიქრობს, როგორ რამე არ გააკეთოს. იცით რატო? იმიტომ რომ რამე არ გააკეთოს, რამე რო გააკეთოს, ფიქრობს, რომ პირიქით შარი არ მომდო, რაღაც ინტერესი მაქვს. ამაში იმიტომ ვაკეთებ. არაა გამორიცხული უინიციატივო მდგომარეობა დღეს უფრო მეტად იყოს სამინისტროებში ვიდრე 4-5 წლის წინ. ამბობენ, რიცხვები ყველაფერს ვერ ამბობენო, მაგრამ რაღაცას ნამდვილად ამბობენ. და საქსტატის მონაცემებით 2024 წელს საქართველოს სამთო მოპოვებით მრეწველობაში მხოლოდ 2.5 მილიონი დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია, თუ არ ჩავთვლით პანდემიურ 2021 წელს. მეტიც 2007 წლიდან მოყოლებული, რაც საქსტატი ითვლის FDI-ს, ასეთი დაბალი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ამ სექტორში არ დაფიქსირებულა. წერტილი.